ოპერისა და ბალეტის თეატრის 163 სეზონის გახსნა საფრთხის წინაშე დადგა. თანამშრომელთა ნაწილმა დასგალა კონცერტის ჩატარების საშუალება არ მისცა. პროტესტის მიზეზი საკადრო პოლიტიკა იყო. მარიკა შალიკაშვილი საოპერო ხმაურის შესახებ უფრო მეცი საუბრობს. ინციდენტი კონსერვატორიაში მოხდა, სწორედ იქ იმყოფება მოამბის ჟურნალისტი. მარიკა, ამ დროისთვის მიმდინარეობს თუ არა გალა კონცერტი, ანუ შედგა თუ არა სეზონი? დიახ, გალა კონცერტი რამდენიმე წუთის წინ 1 საათის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა 7 საათზე იყო დაგეგმილი სეზონის გახსნა გალა კონცერტი, თუმცა რამდენიმე წუთით ადრე კონცერტის დაწყებამდე სცენაზე ავიდა თანამშრომელთა ნაწილი, რომელიც აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ წლევანდელი სეზონი არ გაიხსნა სპექტაკლით აბესალომდა ეთერი და დაირღვა თეატრის ტრადიცია, ასევე ისინი აპროტესტებდნენ თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გაშვებას, როგორც ისინი ამბობდნენ უკანონოდ, ესენი არიან იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომლებიც სამსახურიდან დღეს დაითხოვეს. ის ადამიანები, რომლებიც დღეს მონაწილეობდნენ პროტესტში, ამბობდნენ, რომ თავადაც დატოვებდნენ სამსახურს, ისინი ჩადგნენ ეგრეთ წოდებულ ჯაჭვში და ითხოვდნენ, რომ დარბაზიდან ასულიყო მაყურებელი და შეერთებოდა პროტესტს, თუმცა მაყურებელმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ტაშით ისინი ითხოვდნენ სეზონის გახსნას, იმას, რომ დაწყებულიყო კონცერტი, შემდეგ უკვე დაპირისპირება მოხდა სცენაზე, რადგანაც ვერ ხერხდებოდა ამ ადამიანების სცენიდან ჩამოყვანა. აქ უკვე პრეტენზია გამოაცხადეს გუნდის მსახიობებმა და სოლისტების ნაწილმა. ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, თუ როგორ ხდებოდა სეზონის ეგრეთ წოდებული ჩაშლა და ამის შემდეგ უკვე მოხდა ამ ადამიანების სცენიდან ჩამოსვლა და როგორც უკვე გითხარით, 1 საათის დაგვიანებით დაიწყო სეზონის გახსნის საღამო. თეატრში არის რეპრესიები. ბატონმა კინწურაშვილმა დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაანთავისუფლა ბატონი ზურაბ ბოიკაშვილი. თქვენ შეიძლება ყველა იცნობთ ამ ბატონ ზურაბს. დღეს გაანთავისუფლეს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ცოტო კუპრაძე. პროფესიონალები მიდიან თეატრიდან. 6 თვის განმავლობაში ტერორის, დასმენების, მოსმენების გარდა ჩვენ თეატრში არაფერი არ ხდება. რა შემოქმედებაზე არის ლაპარაკი? თეატრის სიყვარული, გინდა რეპრესიები იყოს და გინდა რაც იყოს. დღეს არის სეზონის გახსნა. არ აქვს თქვენი აქ ხალხი. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყოველთვის თეატრს ებრძოლებოდა. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მათ დაგვანახეს თავი, რომ ისინი არიან თეატრის მტრები და ძალიან წუხარ, მაგრამ ამ შენობაში ესეთ რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, სპექტაკლი ჩატარდება, ჩვენი საზეიმო გალა კონცერტი. ოპერისა და ბალეტის თეატრის 163 სეზონის გახსნა დაგეგმილი იყო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც უნდა ჩატარებულიყო გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, ორკესტრი და გუნდი, თუმცა როგორც მოგახსენეთ, 1 საათის დაგვიანებით გახდა შესაძლებელი კონცერტის დაწყება, რადგანაც სცენაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯერჯერობით უცნობია. მადლობა საოპერო პროტესტი გაგვაცნო მარიკა შალიკაშვილმა.